მგონი. მოგესალმებით. ხوار დავაგვიანე. არა. ძალიან კარგი. მარიკა, მარიკუნა. მოდი. ძალიან კარგი. დღევანდელ კრებას გახსნილად ვაცხადე. ყველა ვართ? არა, თიკა გვაკლია. აი ეს ექვცემს პატივს. კარგი, დავიწყოთ. სანდრო, შენ იქნები დღევანდელი კრების მდივანი. გამომართვი ფურცელი, პასტა, მიდი. ახლა ირაკლი. დავიწყოთ წერა. ესე იგი, დღევანდელი დღე ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. მანახება სანდრო? ცოტა ნელი. მანახე, დღევანდელი სხდომის მდივანი იქნება ანანო, მოდი. მე რა უნდა გავაკეთო? შენ კარი გააღე სანდრო, მიდი. აჰა, თიკა. ვა, სანდრო. იცი მე რომ დივანი ვიყავი? დავაგვიანებ. თიკა, კრების მერე დისციპლინაზე მოგიწევს საუბარი ჩემთან და ბატონ ირაკლის. ხოვრია. განვაგრძოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დღევანდელი დღე ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში თქო. ვიცი, ირაკლი, ზემოთ აღნიშნე და მე არ მითხარი? მე რეაგიხსნი, ხო? მე, სანდრო. ანანიკო, განვაგრძოთ. უამრავი საკითხი გვაქვს გადასაჭრელი. გვაქვს გადასაჭრელი. ქეთევან ღლონტის და ლაშა ტორონჯაძის ქორწილი დავწერეთ. სამაგალითო უნდა იყოს მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ხო. ევროპაში. გასაგებია, ხო? ესე იგი, ვაცხადებ სრულ მობილიზაციას. აჰა. მე რო არ დაიწყოთ რომ ირაკლი მე იქ არ ვიყავი და არ გამიგია და დავაგვიანე და არ გამიგია და დავაგვიანე. ანანო, ბოლოს სიტყვები პროტოკოლისთვის გათვალისწინებული არ არის. შევჩერდეთ იმაზე რომ მე ვაცხადებ სრულ მობილიზაციას. აჰა, ხო, ეს. ესე იგი, გასაგებია, ხო? ვაცხადებ სრულ მობილიზაციას და განვაგრძოთ ახლა, გადავიდეთ ძირითად საკითხებზე. ხო, თიკა, გადავიდეთ. მოდი იცი რა ვქნათ, მე და მარიკა ბეჭდის საკითხს მივხედავთ. ძალიან კარგი. ანანო, ჩაწერე მარიკა და თიკა ბეჭედი. ბეჭედი. საკითხი ნომერი 2. თაიგული. თაიგულს მე გავაკეთე. თაიგულს ირაკლი, თაიგულს ეკა შევპირდა. ხო იცი მე მარჯვნივ უნდა ისროლო. რა თქმა უნდა. ესე იგი, ანანიკო, ეკა თაიგული. შემდეგი. თაიგული. შემდეგი საკითხი გახლავთ კაბა. კაბას მე ვიყიდე. ერთი წუთით. კაბაზე მე, თამარი და ანანო წავავთ. აჰა, კაბაზე, ესე იგი, მე, ქეთევანი, თამარი და ანანო კაბა. კაბა. წერტილი დასვი. ახლა რაც შეეხება რესტორანს. ნუ, რესტორანის საკითხს ტრადიციულად მოაგვარებს პროფესორი ი ჩხეიძე. ხო. დიდი მადლობა. რამდენ კაცზე ვშლით სუფრას? 73 კაცზე. 73 კაცზე. ძალიან სასიამოვნოა. ესე იგი, რესტორანში რომ მივალ, ვეტყვი რომ, ნუ დავუშვათ ვიღაც თუ დაგვემატა. ვინ უნდა დაგვემატოს? 73 კაცი მეთქი. 73.
ძალიან კარგი 73 კაცზე. ახლა მივხედოთ სუფრას. უბრალოდ მე მივხედავ ირაკლი. ირაკლი, სიამინდა გაგაცნო. ქალბატონო ოკეთებან თქვენ სია გაქვთ? მოგძანდით და დაურთოთ ხდომის ძირითად ოფს. ესე იგი, აი აქ წერია ყველაფერი. ქათმებს გოჭს და ყველს გვიგზავნია სამტრედინგიდან. ხო. მანდარინს და ნადუხს ჩოხატაურიდან. ძალიან კარგი. ესე იგი მე რესტორანში მხოლოდ კარტოფილს შევუკვეთავ. რაც შეეხება ღვინოს გოგი გამოგვიგზავნის და ხიზილალას დათო ჩამოიტანს ბაქოდან. დათო როგორ? ნუ ნერვიულობ მარიკუნა. მე გავუგზავნე ფული გუშინ იყიდის კიდევაც და გამოაგზავნის კიდევაც. გასაგებია, ხო? გასაგებია. ახლა შემდეგი საკითხი არის რისი? თამადის. ხო? თამადა მე. თამადის საკითხი მოგვარებულია. რაც შეეხება თამადის მოადგილეს, თამადის მოადგილის საკითხი მოგვარებულია. სანდრო, კარი გაავე რა. არავინ არ არის. დროზე არ მივხვდი და ვინ დაგვხვდებოდა? კარგი რა ირაკლი რა. ესე იგი, რაღაცა უნდა გავაკეთო მეცა რა. კარგი. ყველა დანარჩენ საკითხს მოაგვარებს ბატონი სანდრო მახარაძე. არ დარჩა არაფერი და. სანდრო, შენ კამერის საქმე მოაგვარე, კარგი? აი თიკა. რა საკითხი თიკა? ნუ ნერვიულობ, მე უკვე მოვაგვარე. რას მიყურებთ? რას მიყურებთ ახლა? წანდი დავიწყეთ. დავიწყეთ, ყველამ თავის საქმეს მიხედა. ესე იგი, წავიდა კაბა. კაბა ანანო არ დაიწყო ახლა. წავიდა ბეჭედი. ახლა არ დაიწყო. გაძლება. მოიცა სანდრო. მე მგონი მართლა დაგვჭა ერთ საკითხი მოსაგვარებელი. მოდი. მანქანის საკითხი. სანდრო, შენ მანქანებში ხო ერკვევი? აუ ირა რა. ეხლავე დაურეკავ ჩემ მეგობარს, ყავს მანქანა, ეხლავე დაურეკავ და მიდი. მოიცა? ისა შაბათ კვირას გვინდა თქო. მიდი. ალო. ხო. რა შვები? უმისმინე გიხვეწები რა. ამ შაბათ კვირას ქორწილისთვის ჭირდება მანქანა და მათხოვე რა. ხო. კარგი, გადავცემ, კარგი. ბაქოში ვარ. დათო, კიდევ მითხრა რომ ირაკლის უთხარი ოთოს ახალი აკვარიუმი უყიდოს, აბა ამით ხო არ წამოვა ქორწილში. მიდი. დიახ. მართლა ვაიმე ძალიან გამახარეთ. დიდი მადლობა. კარგად, მადლობთ. თამარ! ვაიმე მიშველე რა იყო? თამარ, იმ ჟურნალიდან დამივეკეს. ვაიმე სტატია დაწერეს. ხო, იქნება სათაურით. შემომხედე მისულე. რა მამაკაცური თვისებები დაინახა ქეთევან ღონტმა ლაშა ტორონჯაძეში? 6 თვიანი ურთიერთობა ქორწილით დამთავრდა. აიმე ქეთევან რა მაგარია. ესე იგი, ვიყიდი უამრავს, დაურიგებ ყველას. ჯერ დავიწყებ მეზობლებიდან. მეზობლებზე გამახსენდა რა დღეში ჩაგვიგდეს ჭერი, აიმე. არ ვიცი. რაო თარგამაძეებმა გავაკეთებთო, გავაკეთებთო, ჭერსაც და მაცივარსაცო. მაცივარს რატო? მეოთხე წყალ ჩავიდა და გაფუჭდა. მაგარი ხოჩას. მარიკა თიკუნა მოდი შემოდით. მიდი ხართ უკვე ოქრომჭედელთან? ხო, მოგვეცით ის ოქრო და წავალთ გვარი. ხო, ერთი გოგოება, ესე იგი არ ვიცი, ლამის არის გავგიჟდა ნერვიულობისგან, ეს ამდენი პრობლემები იქ ბეჭედი, იქ კაბა. თქვენ რო არ იყოთ, არ ვიცი რა გვეშველებოდა. კარგი და რა პრობლემაა? ისე ქეთევანი ცოტა მაღალი რო იყოს, ეკას კაბებიდან რომელიმეს ავარჩევდით რა. თიკა? ვაიმე, ჩხუბის თავიც არ ამაქვს. თამარ, ვერაფრით ვერ პოულობ, სად არის? ქეთევან, ის kovzi სად არის? პრებედინებები ამ რო დაგვიტოვა. თამარ, ის ოქრო არ იყო.
უი, ხო, მე მაგით მარიკას არ გაუკეთეთ ოქროსაყურეები ქორწილში? უი, მარიკა, ხარ ყავას მოგიტანთ გოგოებო. ვაიმე, თამარ, შეხედე რა ვიპოვე. ვაიმე, იუზაბიძიას ოქროს медаლი. მეორე მსოფლიო ომის მერი არ მისცეს, შეხედე. მეჩენე. რომ იცოდეთ გოგოებო, როგორ ამაყობს ამით, აი და როგორ ამბობს, იცი როგორ ამბობს, სტარში ლეიტენანტ იუზა პავლოვიჩ დოლიძე. მოკლედ წაიღეთ ახლა და ფრთხილად იყავით რა, არ მოგატყონ წონაში. მარიკა, ესე იგი, გაუფრთხილდით წონაში, არ მოგატყონ. ქურთუკის შიდაჯი ჩაიდე, შენ ჯიბეზე უყურე. გაიგე? ხო. ისე კარგი იქნებოდა დათო რო აქ ყოფილიყო, გამოყვებოდა და ვერავინ მოგატყუებდა. აბა, დათოს ვინ მოვატყუებს? ის მანქანები მე ვიყიდე რა. ეს ქორწილი გადამაგორებინა და მე ამათ მე მივხედა. ალო? დაკავებულია? უკაცრავად. მაპატით. არა უშავს. მაპატით. კარგი. ვა, აქ სადღაც მქონდა კიდე ჩამოწერილი. აქაც. აი ეს უნდა იყოს, მეგონი. ესე იგი, ეს რესტორანი დაიხურა. ეს ასე ამაზღლონტები ვერ გაკაჩავენ. ამას ვერ მიაგნებენ. არა, აქ ქაბაბი არ უარგათ, გამოირიცხა, აქ მზარეული არ უარგათ. ეს ვერაფერს ვერ აკეთებს. კარგია, ეს აი, აბა, მოდი აბა აქ დავრეკოთ. ალო? გამარჯობა გენაცვალე. გამარჯობა. დარბაზის დაჯავშნა მინდა 73 კაცზე. არა გენაცვალე, ზუსტად 73 კაცზე. დიახ. კი. ღვინო ჩვენი იქნება. ღვინოც ჩვენი იქნება, ნამცხრებიც და ნეფე-პატარძალი. დიახ. და რა მაინტერესებს იცი, კაცი რა დაჯდება? რამდენი 27 ლარი. 27 ლარი. დიდი მადლობა, მოვიფიქრებთ, ვიმსჯელებთ და დაგირეკავთ. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად. ქეთევან რა, ამრავლე ახლა 73-27-ზე რა. ირაკლი ექიმი. ხო. მიმღების ლილის აქ არაჩვეულებრივი მაისურები მოტანილი და ხო არ გინდათ? არა. არ მინდა ნათია. გუში რო ავიღერო, აჯერის მეყო. კაცრავად. კი. უკაცრავად. არ ვიხმაურებ ირაკლი ბატონო, პატარა საქმე მაქვს უცბად დავამთავრებ. კი, მიდი ელიზბარ, ხო? ელიზბარ. მიდი გენაცვალე. ნათია, რა მინდოდა მეთქვა. ის ბოდის გიხდით. ნათია, ფორმასი შემომიტანე რა. ოღონდ იცი რომელი ფორმასი? გახსოვს პედაგოგი უკნიდან რესტორნები რო ჩამოვწერეთ. ის მომიტანე. მიდი პრინციპში მეც მორჩი. მორჩი? მადლობა გენაცვალე, მადლობა ელიზბარ. ალო? რესტორანია, ხო? ბოდიში შვილი. ბოდიში. მაპატიე. კარგი. აბა პედაგოგი სად ვიყავით იმ დღეს? აი ირაკლი ექიმო, ეს ფორმა 100 და ესეც ბაჯელიძის ისტორია. ბაჯელიძე. აქაც არის რაღაც რესტორნები მიწერილი. 1000 ბოდიში. აქ დამრჩა პატარა საქმე უცბად მომავალ. მაპატიე. ყურადღებას მე მომაქცევთ. ელიზბარ, აუცილებელია ეგ რაღაც ახლა და აქ რო აკეთო? არ არის აუცილებელი, მაგრამ ირაკლი ექიმო, გვერდით კაბინეტი დაკეტილია. დიახ. და რანაირად აბა? ისე, რა კარგი კაცია ის გვერდით კაბინეტში რომზეს. დამიძახებს ხოლმე კაცო, ორჭიქა ღვინოს დამალევინებს, რა ქვია? გოგი. გადასარევი კაცია. ეგეც და კოლტრეინიც. ირაკლი ექიმო, მე გავალ, ჭოხონელიძის ცოლია მოსული და იმას ეცოდინება მთავრობაში რა. აქ პრინციპში მეტი რაღაც არაფერია გასაკეთებელი. ის დისკი როდის უნდა მოთხოვოთ, ირაკლი ექიმო?
ეს გამაკალდა ეხლა რა. ირაკლიეკ. რაო? შენ მაგას ვერ გაიგებ. ძალიან მეჩქარება, მანქანა ვიშოვე, მოდი გაჩვენო, ქვევი დგას, მაჩვენე სანდრო ბართალია მე ვერ გავიგო. შეიძლება, მაგრამ მაინც მაჩვენე. რომელია? ლურჯია. ეგ მოსკვიჩია სანდრო. მაგის გვერდზე რო დგას. ეგეც მოსკვიჩია. არ მარგა? რავი, ძალიან იაფად მაძლევდა ირაკლი. ირაკლი, წავალ ეხლავე და ვიშოვი არ ინტერვიუ, ეხლა ვიშოვი. მოიცა სანდრო. ეხლა რომ მოხვედი აქ, ნათია აგზის შემოსასვლელში, ხო? და ის მუშაცმანდარი, ხო? ეგ მუშა? აუ, რა მაგარი შარვალიაცია, იცი რა. აი, წავედი მე ხა ვიშოვი მაგანას და დაგირეკავ. წავედი. კარგი. ნათია, შემოდი. გისმენთ რა? დაჭიკი. ერთი თუ. მოიცა რა, თვითონ მოვა რა. უგასრავად ელისბარ, ხო? მისამთავრებელი გაქვს, ხო კიდე რაღაც? აი ეს კაბელია გამოსასვლელი ბატონო ირაკლი. რატო რა ჭირს? კარადაა გამოსაწევი. თავიდან არის გასახრედი. თუ კარადას გამომაწევინებთ, უცბად მოვართავრეთ. რას ლაპარაკობ, მაგას რა გამოწევს? იცი რა სიმძიმეა? წიგნებით არის სავსე და მძიმე იქნება ირაკლი ექიმო. გაავსებენ ხოლმე ამ წიგნებით რა. კითხულობდეს მაინც ვინმე კაცო. გასაო. ნათია. გადი. მიდი. ნათია, შემოდი. მოდი, კარი არ დაკეტო. დაჭიკი, იმიტომ. დაჭიკი. ეს მისამთავრებელია, ხო, ელისბა? მიდი მიამთავრე. მივამთავრებ კაცო. ნათია, შენ რა გევალება ახლა? ესე იგი, აი ეს სია რესტორნების დარეკე და იქნებ დაჯავშნო ერთი რესტორანი მაინც 73 კაცზე, ხო? მიდი. შენ იყავი აქ. აცადე იმას მუშაობა. მიდი, მიამთავრე. მიამთავრე ელისბა. მიდი. ერთი უკაცრავად რა. ეგ რვიანი მომაწოდეთ რა მანდრონდებს. რა რვიანი? ბურღი ბატონო ირაკლი. რა ბურღი, რა რვიანი? აი ბატონო ირაკლი. ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაამთავრეთ. და ბურღი არიცით რა არის? აი შენ გამაკალდი რა ელისბა რა. ბატონო ირაკლი. ერთ სათხოვარი მაქვს რა. ბრძანეთ. ეს ნათია გათხოვილია. აღარ გასაგებია. დიდი მადლობა. ელისბა. ეს გამაკალდა ხო? კეთელან რა იყო ეს რო აიტეხე ამ კაბებზე სიარულის? ქალბატონი ხო შეგვირდა რომ ჩემ თავზე ავიღებ კაბებსო. კარგი, ეხლა რა მაქალბატონის გემოვნებას ვენდობი, რა ვიცი ეხლა მე რას ამირჩევდა. ფული კარგად აიღე. ფული ხო? ვინ ქალბატონი თამარ? ვინდა ლაშას დედა ქოთქოთა. გამარჯობა, თქვენ ისე მოხვედით? გამარჯობა. ამჯერად საბოლოოდ კაბა მინდა ვიყიდო. ძალიან კარგი გილოცავთ. ხო, ეს თანთა, აი მე რომ მომწონდა კრემისფერი ბევრი ვარდებით, ის კაბა გაიყიდა. აი მე ის კაბა 2001-ში გაიყიდა. კეთევარ, ნახეს რა ლამაზია, რა მოდი რა შეხედენ. არა, ამაში ძალიან ვიყვირებ. რა ვიცი, მე ისეთი სადა კაბა მინდა უფრო ანანო. ხო. არ გეწყინოს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ შენზე ადრე გავთხოვდებოდი. კეთევარ. არც შენ გეწყინოს, მაგრამ არც
მე ვერ წარმოვიდგენ თუ ჩემზე ადრე გავთხოვდეთ. აი ეს ამ კაფეზე რა სიტყვით შეხედეთ რა ამაზე. ვაიმე, მშვენიერი კაბა. თავრი, მოდი შეხედე. მოდი, აბა შეხედე. ვაიმე, ძალიან ლამაზია, ქეთევანი, მაგრამ გრძელია. ის დონდლო დაგაბიჯებს ფეხს ცეკვისას. ვაიმე გოგოებო, ისე ვაშა ზოგჯერ მართლა როგორი დონდლოა ხოლმე. ანანო, მაგთმების დამოკლებას ჯობდა ენა დაგემოკლებია. ვაიმე, თამილა. როგორ ახარ? ძალიან კარგად ხორცილი მაქვს. ვაიმე გილოცო. დიდი მადლობა, კაბა უნდა ვიყიდო. კაია. ანანო, შენზე ამბობენ დათოს დაშორდაო. ძემიცი. ვაიმე, გამარჯობა გენცოლე. რაო, დათოს დაშორდავ, რას ლაპარაკობ? ანანო, ეხლა დამირეკა დათო. ბაქოში ვსეირნობ და ბაქო ანანოს გარეშე არაფერიაო. ეხლა მივდივარ საჩუქრებზე და რა ჩამოუტანოვო. ესე იგი ტყუილი ყოფილა. ძალიან კარგი. ერთი წუთით. მე რო არ ყავდე, რა გეშველებოდა? თამარ მადლობა. ის ვინ იყო რა ჭორიკანაა? ნუ, ეხლა შენ მაგას ხაზი არ უნდა ამბობდე, მაგრამ დაიგე რა თქვა, მოისმინე რა თქვა, ქორწილი მაქვს. ნეტა მაგი ვინ უნდა წაიყვანოს? ან რა კაბა უნდა არჩიოს, ან რა უნდა არ ვიცი. რა მაგას რა გემოვნება იქნება? ვაიმე თამარ! რა იყო? აი ეს არის ის კაბა, რომელიც მე უნდა მეცვას, როცა წავსდგები ჩემი ფუნფულას წინაშე. შეხედე როგორი ორიგინალურია, რაღაცა დახვეწილი, რაღაც განსხვავებული. ანანო, მოდი შეხედე. სამწუხაროდ ეს კაბა უკვე გაყიდულია. რა? ჩემი კაბა გაიყიდა? და ვინ იყიდა? აი წერა გოგო რომ იყო შემოსული. ბატონო, თქვენი ნაცნობი. ხო. რა? ანანო, მოდი. რა? ეხლავე ურეკავი შენ მეგობარს და სასწრაფოდ უნდა შევხვდეს. აი ეხა თამარ და მოიცა რა უთხრა რომ კაბა დააბრუნეო? თუ რა ჩვენ მოვყიდეო უთხრა? უთხარი რომ კაბა მოგყიდოს და თუ მომენტი იქნება ცოტა დაგვიკლოს. თამარ. ნუ თუ მომენტი იქნება. წამოდი, ანანო, წამოდი, მოდი, გამოდი. თან, იცი რა არის? რამე ახალ კაბას რო შემოიტანენ, გადამინახე რა. ხო. არა, ხა გათხოვების პრობლემა კი არ მაქვს. არა, უბრალოდ ახალ კოლექციას ველოდები რა. არავინ არაა. დავალოდოთ ხო? ნახეთიკა, როგორ გადაუტიხრიათ. თან ფართიც მოიგეს. მარე ესეთი გააკეთე სახლში, მარიკა. ხო, ამას არ ვეუბნები ირაკლის, მაგრამ არაო. მარიკა, მოდი ერთი წუთი რა. ხო. და ჯექი, მომისმინე ახლა. მე ხო იცი ბეჭდებში საერთოდ ვერ ყვევი და შენ უნდა გამაგრდე. არ უნდა მოგვეტყუოს არავინ. ხო, კარგი თიკა რა. სანდრო და ანანა ხომ არ ვართ არა. ხო. ერთხელ ჩემი დაბადების დღისთვის საყურეებს ყიდულობდნენ და ვიღაცა მოატყუა. ლუწუნები არიან რა. ეხლა ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ როგორ დავაკლებინოთ. ჩვენ მინდა რომ ვატყუოთ. უნდა მოგვეტყუოს. გამარჯობა. ოქრომ ჭედელი გვინდა და გასულია? ოქრომ ჭედელი გავედი ხო რა. დიახ. იცით რა, ჩვენ გვინდა ბეჭდის გაკეთება, საქორწილო ბეჭდის მედლისგან. აი ნახეთ. მაჩვენე. კაი და ისა ზონა როგორია თითის? 22. 22-ია ხო. რა ამბავია, კაცია თუ ბუშტი 22. პრინციპში ორივეა. კარგი, ესე იგი ეს მე დამიტოვე და თქვენ 2 დღეში გამოიარეთ და მზად იქნება. კარგი. კარგად. მაშინ ერთი წუთი. იცით რა მაინტერესებს მე? ამ ფერი იქნება ხო? ალო. ხო სანდრო. კარგი მანქანების მე რა მესმის? ხო. არა, ირაკლის ჩვენ ქორწილში ვოლგა ყავდა მოყვანილი. ხო.
კარგი, არ მცალია, მე და თიკა ვართ გამოსული ბეჭედზე. ხო, ვეტყვი. კარგი. გასაგებია? ყველაფერი გასაგებია. სანდრო იყო. რა? ასე გადმოგცა. ვა, თიკა. მოკლედ ყველაფერი გასაგებია. 2 დღეში მზად იქნება. ერთი რაღაც მაინტერესებს კიდევ. თუ შეიძლება რომ ბეჭდის შიგნიდან წარწერა გავაკეთოთ. წარწერა. ხო, შეიძლება. შიგნიდან. კი, აი მაგალითად ასეთი. ლაშას ხო, ქეთევანისგან. კარგი იქნება, მაგრამ ჯობია მაინც თამაშს დაურეკოთ, იმიტომ რომ იქნება არ უნდათ, ა? ხო, თამარ. არა, დავკარგეთ აქ ვართ. მომისმინე, ჩვენ გვინდა რომ წარწერა გავაკეთებინოთ ბეჭდის შიგნიდან. აი, ლაშას ქეთევანისგან ესე. ხო. კარგი. რა თქმა უნდა, ხო, ესე ჯობია. კარგი. რაო? კარგიო, გააკეთეთ ოღონდო. ესე დააწერეთო ლაშას ქეთევანისგან, თამარისგან და იუზასგანო. რა პრობლემა? ხო? პრობლემა არ არის. ნუ ესე იგი 300 ლარიც დამიტოვეთ, მაგრამ ხელობის და ეგარი, ხო? რა 300 ლარი ძალიან ბევრია. წელით რა. კარგით, მაშინ 100 100 კარგია, 100 გვაწყობს. აი, ვაფს 100 ლარი, ვაფს. აი თქვენს. მოკლედ მე გავიქეცი, აბა გეჩქარებათ და დავიწყებ უკვე და 2 დღეში გავმე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობს. ვა, თიკა, რა მაგარი ვაჭრობა გწოდნია. ელიავაზე გამომყვები? აბარას ვიზამ. ეს გამოტანი. ბოდიშით რა სადილზე ვიყავი გასული. არაჩვეულებრივი ფიჩინი აქვს გვერდზე. თქვენ მიხართ? მე უფრო მჭედელი. უფრო მჭედელი თქვენ ხარ? კი. აბა ის კაცი ვინ იყო მედალი რომ წაიღო? ვა, მედალი აიღეთ? ოჯახთ გოგოებო. ესე იგი, ის ქალბატონი რომ მოვა, მაგრათ უნდა დავდგეთ. მოვა და ვეუბნებით ეგრევე, კაბა უნდა დაბრუნდეს. მართალი ხარ. სალომე მომისმინე, შენც აქ იყავი, როცა მოვა და უფრო ბევრი გამოჩდებით, გესმის? რა ხდება ქეთევან? რას ქვია რა ხდება, სალომე, რეებს მეკითხები, ეხლა ვითომ არ იცი ხო, რომ დემზადები ქორწილისთვის, გამატარე რა, გამატარე რა. რეებს მეკითხები, აქ კიდე უფრო გიშვით ნერვებს რა. გამარჯობა. სალომე. წვენი დამისხი რა ცოტა გამოფისეს ფხიზლდე, თორე ამ ქორწილის ამბებმა გადამღალა. რა ქორწილი სანდრო? უი სანდრო, რაკენი მოაგვარე ქორწილის ამბები? მოვაგვარე. ვაიმე მიყვარხარ სანდრო. მე წვენს დავლევ, რომ გამოფხიზეთ და ცოტა. უი, რაკენი სანდრო, მანქანა იშოვე? ვიშოვე, გარეთ არის. მან ჩვენი აბა ერთი რა მოიყვანე. ანანო, იცი ანანო, როგორ ნერვიულობ, კაბა რო არ დააბრუნოს, რა ვქნა, პრებედინა ბებიას ქორწილის კაბას ხო არ ჩავიცვა, მაგრამ ხო არა. არა და მომწონს. ხო? მე გამაგიჟებს, ეს ბიჭი მარშრუტკა ყავდა მოყვანილი. და საჭე ქონდა მარჯვნივ. ეხლა წავიდა. ნუ უკეთესი მეგულება და იმას მოვიყვანო. ხო, თამილა, მოდი. მოდი, აი დაჭერა. მოგძანდი, თქვენ ხართ გოგო დაგძანდი. რა ხდება ანანო? რა ვიცი, აი გოგოებმა მე არ ვიცი. გოგოებმა საქმე გვაქვსო. თამილა, ხო, არ ვიცი. თამილა, კაბა უნდა მოგვყიდო. ნაღდი მყიდველები ვართ. რომელი კაბა? მივხვდი რა სანდრო. თამი, მომისმინე, წეღან შემთხვევით მაღაზიიდან წაგიღია ჩვენი კაბა, ხო და აი ეს გვინდა რომ გესმის აი შემთხვევით. ხო. ფული შემთხვევით გადამიხდია, ხო? ხო, ასე გამოვიდა. საერთოდ დროზე მოვაგვაროთ ლეგამბაბი და მე თორე კარატეზე დამაგვიანდება. 2 თვია დავდივარ და ჯგუფში ვარ უძლიერესი. თამი, თან ახლა თამილა შენ ისეთი გოგო ხარ, ყველაფერს მოიხდენ რა. ეს ახლა ვითომ რა იყო რა? თამარ ვერ გავიგე რა ხდება.
მართლა ქორწილისთვის ემზადებიან სანდრო და ქეთევანი? რა სანდრო და ქეთევანი, გოგო? ქეთევანი და ის გოგო. რა? და ეხლა იმის გარკვევა მინდის ქორწილში, რომელი იქნება კაბით. აიმე. აბა რა გადავწყვეტეთ? მოკლედ კაბა გამორიცხულია. ერთ კვირაში ქორწილი მაქვს. აი მე გენაცვალე, მეც ერთ კვირაში ქორწილი მაქვს. მოიცა, ქმარს რა უნდა უთხრა? და მე რა უნდა უთხრა ქმარს? კაბის გარეშე როგორ უნდა ვნახო? მე როგორ უნდა ვნახო? მე როგორ უნდა მივიდე კაბის გარეშე? აი მე ანანო მაჯავრებს. თქვა. აი მე ეხლა ამას გავგნიჭე. ალო? რესტორანია, ხო? ძალიან კარგი. ქორწილის სუფრა გვაქვს და მინდა დავჯავშნო დარბაზის 73 კაცზე. არა გენაცვალე. ზუსტად 73-ზე. ხო, კარგი. იყოს 80, 7 კაცსაც მე დავამატებ, ბიჭო. და რა ჯდება თქვენთან? რამდენი? არა, ზუსტად 73-ზე გვინდა. ზუსტად 73 კაცზე და დაკლება თქვენთან არა, ხო? კარგი. არ მინდა, მაინც უმარი ლოსტრი გაქვთ თქვენ, არ მინდა. ირაკლი ექიმა. ყველგან დავეკე, არსა თავისუფალი რესტორანი არაა. ზოგან ბანკეტიაო, ზოგან კი 80 კაცზე ნაკლები დარბაზი არაო. რა იციან კაცო ეს, აბა. ნათია, ძალიან გთხოვ რა. იქ კიდე წერია რაღაც რესტორნები, სადღაც დარეკე რამე რესტორანი დაჯავშნე რა. მე რო ახლა აქედან ისე წავიდე და მივიდე სახლში რომ რესტორანი არ დავჯავშნო, ქეთევანი მომკლავს, ან თამარი მომკლავს, ან ორივე, ან ლაშა, ან იუზაბიძია, არ ვიცი, ვიღაცა მომკლავს. მიდი ძალიან გთხოვ რამე მოიფიქრით რა. მიდი, რაღაცას ვიზამთ რა. ალო? ხო სანდრო? ხო, რაკენი? იშოვე? ყოჩახ სანდრო. და რა მანქანა? უაზი რომელი? არა, ეგ არ ვარგა სანდრო. არა, სხვა. ხო, ეგ კარგია, ond ლიმუზინი ლ სანდრო, ლიმუზინი. კარგი. ჯერის არ უნდა შემოსულიყო? ხელი გავიჭერი ბატონო ირაკლი და ინფექცია არ შემეჭრას. მოდი დაჭექი, მოდი. შემახედე აბა. არაფერი, ნუ გეშინია. არაფერი. მიდი 96-იანი მიდევს და გამოიღე რა. მიდი. რა 96-იანი? აი! სამედიცინო სპირტი არის 96 გრადუსიანი. ის როგორ იყო? რუიანი მომეც უნივერსიტეტში დააკავე. ჩამიჭირო. კოლტრეინის ხათრით, თორე. მასადე. ნათია, შემოდი. მოდი გენაცვალე. ნათია, ბატონმა ელიზბარმა მიიღო საწარმოო ტრამვა. მე დავათვალიერე ჭრილობა, არაფერი გასაკერი არ არის. ახლა შენ ჩაიყვანე შემამაში რა ქვია შესახვევში, ხო? შენი ხელით დაამუშავე ჭრილობა და შენი ხელითვე შეახვე. ხო? მიდი. მიდი. ბატონო ირაკლი, თქვენ ძმა ხართ შენ. ელიზბარ, რა ხარ შენ, რა ხარ, ვინც არ გიცნობს. ჩემ დასნერებს მოუშლი. ქეთევან, კაბაზე რა ქენით?
მოიცა რა ამომასუნთქე რა ერთ წუთია შემოვედი. აი მოვიდეს ირაკლი და დავილაპარაკოთ. რა ვიცი გლით კარგად თავმჯდომარეობდა. თქვენ რა ქენით ბეჭედზე? რა ვიცი, ირაკლი მოვიდესო და მოვიდეს ირაკლი. სანდრო, შენ რა ქენი მანქანაზე? მე? მოვიდა ირაკლი. ირაკლი რა ქენი რესტორნის ამბავი გაარკვიე? ირაკლი რა მითხარი? რესტორნის ამბავი გაარკვიე თქო? რა მკითხა? რესტორანიო, გაარკვიეო? რესტო? რანი გაარკვიე? თამარ, რანი რა არის? ირაკლი, რა გჭირს გაგიჟდი? გაგი? კარგი რა ირაკლი რა წესიერად გაგვაგებინე რა გითხარი რა რე? ირაკლი, რა დაგემართა? რესტორანზე გეკითხებიან. რესტორნის ამბავს. რესტორანი. მე წესიერად ვერ მეტყვი. რესტორანის ამბავს. ისა. აჰა. ახალი წელი მოდის. ხო, მერე? ხო და ყველას უნდა რომ წინასწარ დაჯავშნოს ეს რესტორანი. ხო, ლოგიკურია, ხო კეთებანი. ახალი წელი მოდის, რესტორანი უნდა დაჯავშნოს, ხო? აჰა. შემდეგ ვის რა ქვია, რიყეზე ყველა რესტორანი დაანგრიეს. ხო აღარ დარჩა აჰა. ხო, იცით, თქვენ იცით, ხო? ეს ლარის კურსი დაეცა. მაპიც არ მოგწეს. ირაკლი, დიახ. რესტორნის ამბავი გაარკვიე თუ არა? რა ირაკლი რა მართალი ხარ კეთებანი. არა. ირაკლი, გამაგებინე რესტორანი დაჯავშნე? რესტორანის ამბავს მეკითხები? მე წესიერად ვერ მეტყვი. მოვძანით. ესე იგი ვიყავი მისული? ხო, მერე? მივედი ძალიან დამხვდნენ კარგად თბილად და მითხრეს რომ დაკავებულიაო. ეხლა ეს რესტორანი რო აღმოჩნდა დაკავებული დავფიქრდი და გადავწყვიტე რომ უნდა წავიდე მეორე რესტორანი ვნახოთქო კეთევან და მეთანხმები რომ ლოგიკურია როდესაც ერთი რესტორანი დაკავებულია ძალაუნებურად ფიქრობ ლოგიკურად და მიდიხარ და დაჯავშნო მეორე რესტორანი. ხო და წავედი მეორე რესტორანის დასაჯავშნად. წავედი, გავაშურე. ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე. მივადექი ამ მეორე რესტორანს. ხო და ადმინისტრატორს დაუძახეთლები. და ასეთ ფილ გარემოში ყველაფერი მოაგვარე, ანუ ყველაფერი რიგზია. ირაკლი ბოლო გაგვაგებინე რა გაარკვიე თუ არა რესტორნის ამბავი რა კარგი რა კეთევან, კარგი რა. ვინ გააკეთებს ქორწილს რესტორანში? აი სანდრო, მოდი ჩემთან. მოდი შენ ჭკვიანი მეტიც რომ თქვა გზენი კაცი ხარ და დამეთანხმები. ახლა სახლია მოდაში. სახლში ქორწილის გადახდა მოდაში ახლა. ხო. აი მე 73 კაცი სად დავტიო ირაკლი? აქ გავშალოთ. და აი აქ გავშალოთ. მოიცადე? აქ ესე იგი დასვლა. ხო, აქ დაჯდება 30 კაცი. ხო? ერთი 20 კაცი იქ დაჯდება, 20-იც. აი, აქ სანდრო, ნახე აივანზე რამდენი დაჯდება? 3. ხო, ესე იგი, აქ 30, იქ 20, იქ 20, იქ 3, ესეც შენი 73. რა. ეს რა მაგარი რამე მასწავლე. კარგი ირაკლი, ხუმრობის დროა ახლა. მაშინ სადარბაზოში გავშალოთ. რა კარგი რა სადარბაზოში ვინ დავსვა ირაკლი მობრძანდით პუბლიკა. ხო, დავზანდით. დაიწყე. დავზანდით. ესე იგი, სტუმართა ნახევარი დასხდება ჩვენ სართულზე, სადარბაზოში, ხო? ახლა კეთევან დამეთანხმები რომ ლოგიკურია, მეორე ნახევარი სადღაც უნდა დასხდეს, ხო? სტუმართა მეორე ნახევარი. მეორე ნახევარი დასხდება ქვემოთ. ქვედა სართულზე ანალოგიურ ადგილას სადარბაზოში. ნეფე დედოფალს მოვათავსებთ ლიფტში.
ხო, ეტევია. ახლა შეხედეთ რა ხდება. ესე იგი, ლიფტის კარი ღია. ამ სართულზეა. ხო და თქვენ იქ ახართ ნეფედედოფალი აქ თამადა ზის და ამბობს რომ აი მე ჩვენ ნეფედედოფალს გაუმარჯოს არა გაუმარჯოს გუგულები ჟღურტულები სითბო 100 წელი სიცოცხლე წანწის დალევა რაღაც და ხო მე სადღეგრძელო ყველამ შესვა ახლა თქვენ რა შვებით აჭერთ ღილაკს თითს და ჩადიხართ ერთი სართულით დაბლა ახლა იქ ხო არის სტუმართა მეორე ნაწილი ანუ მეორე ნახევარი ხო ჩვენ ხო ლოგიკურად მივედით აქამდე არა ესე იგი, მეორე ნახევარი უკვე თამადის მოადგილეა. თამადის მოადგილე და წარმოიდგინეს სუფრა კაშლი, თამადის მოადგილე იღება ლიფტის კარი და ნეფედედოფალის შიგნით. წარმოიდგინე, ახლა უკვე ეს იწყებს. ალავერთ ჩემთან იყო თამადა, ახლა მე უნდა დავლიოს და გუგულები, ჟღურტულები, გენაცვალე 100 წელი. დამთავრდა, ხო? ახლა აჭერთ ღილაკს თითს. იმიტომ რომ ზემოთ ხომ ნახვიდეთ კიდე კაცო იქ დედმამიშვილებია, მეჯვარეებია. ხო ეს ყველაფერი, ხო? და ასე და ივლით ზემოთ ქვემოთ არც დაიღლება შენი ლაშიკო. ესე კარგად იქნებით, მაგრამ ჩემი მოგზალებული აზრით, ხალბატონო ქეთევან და დამეთანხმებით რომ ესეც ლოგიკურია, 5 თეთრიანები უნდა მოიმარაგოს. ლიფტვარო იმოძრაო. ეხლა მე ვიცი რაც იქნება ლოგიკური, ვიცი. კარგი ხო? კარგი. რაღა მე დამესიეთ ყველა. რა ქენით ბეჭედის ამბავი მოაგვარე? ბეჭედი? დიახ. როგორ არა? მივედით წინ ოქრომჭედელთან. მას ვქენი და ეს ყველაფერი მზად არის რა. კარგად იქნებაო. რაო, რაღაც ვერ გავიგე რაო. რა ვერ გაიგე? როდის ხება ბეჭედიო რაო? ყველაფერი რიგზეა, ქეთევან. მალე იქნებაო? რა ვიცი, პატრულმა თქვა მალე იქნება. რა? პატრული გაიგე? პატრული კი არა, იუველირმა თქვა. და თქვა რა ქენით კაბაზე? კაბაზე? რა ქენით კაბაზე? უპასუხე. კაბა? მამა ცოტა. გავიგე, ხო, კაბა. უიმე სანდრო, მანქანაზე რა ქენით? მანქანა უნდა მოგეკვა. დილას რომ გადამეხვი რა კიდია ირაკლი წავალო მანქანა შეუშო. ერთი წუთით პროფესორო მობძანდით. წამობძანდით გახით მაგრამ. ერთი წუთი რა. ვერ გაიგეთ? პროფესორო მობძანდით. მოდი. გამესიე. მერე რა მანქანაა? მერე სამუდი თამარ მერეში. ამხელა ხალხი ხარ. ერთი საქმე ვერ გააკეთე. შენ იქნები პროფესორო მდივანი. გამოდი შენ აქეთ უხსნი ხელს კაცო. მოკიდე მაგას ხელი და დაწერე. მარტო სანდრო გააკეთა საქმე წერტილი სანდრო რა შენ მარტო მანქანის ამბავი მოაგვარე? ხო რა არის? არა, რა ვიცი, გაგევლო რესტორანშიც. რესტორანი ვისებარა ირაკლი? მე მებარა, მაგრამ რა ვქნა სანდრო? რა ვქნა, რამდენ რამეზე ვიფიქრო და რამდენ რამეზე ვირბინო. ამ რესტორანზე ვიფიქრო თუ ის იმას ვქნა. რა იმას ქნა რა? მარიკა. ბატონო. აქ ბლუწუნი არ ჯდება, ხო? ესე იგი, პატულთან მივედით, მაგრამ ვერაფერი. იძულებული ვიყავი ჩემი გულსაბამი მიმეტანა და ახლა ბეჭედს ლაშას იმისგან გავუკეთებენ. და სანდრომ რაო? რა სანდრო? სანდრო იქ საერთოდ არ იყო. არ ყოფილა. ჭირს. მარიკა, ხო. პოლიციაში ვიყავი ახლა. ის ვიღაც დაუჭერიათ, გამარჯობათ და მედალით დაგვიბრუნეს. ვა, ესე იგი მე ჩემ გულსაბამს უტყლა მივიდა. ხო.
მიცოდე მათ ხო ერთი წუთით. მიხდება? ძალიან ზოია კოსმოდებიანსკაიას გავხარ. კარგით, წავალ ხა მე სადროს დაურეკავ და მოუყვები.